გიერთდებით სწორედ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც თქვენ ჩემ უკან კადრშიც ხედავთ, რომ აქ მობილიზებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. აქვე არის მობილიზებული წყლის ჭავლის 3 ავტომობილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტომობილები არის აქ ასევე განლაგებული. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქ ცოცხალი კედელი არ აქვთ. თქვენ ამას კადრშიც ხედავთ, თუმცა სპეციალური დანიშნულების რაზმების ნაწილი არიან იმ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რომლებიც განლაგებული არიან თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე. აქ რაიმე სახის ინციდენტს, რაიმე სახის თუნდაც სიტყვიერ შელაპარაკებას საპოლიციო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის ადგილი არ ჰქონიათ. შესაბამისად, აი ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება ამ დროისთვის, აი ამ ტერიტორიაზე და მთლიანად რუსთაველის გამზირზე საჭირო არ გახდა. ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც საპოლიციო ძალების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება. ჩემი კოლეგები გიყვებოდნენ, რომ ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე 2 ქუჩაზეც არიან განლაგებული და მე ასევე გეტყვით იმას, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ ცოცხალი კედელი დაახლოებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიის მიმდებარედ. ეს ის ადგილია სწორედ, სადაც დღეს საღამოს მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიების აღსანიშნად. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო დაანთება და სწორედ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან დაიწყეს იმ მოქალაქეებმა შეკრება, რომლებსაც სურდათ ამ ღონისძიებაზე დასწრება, თუმცა პარლამენტის მიმდებარედ იყო ასევე საპროტესტო აქცია და სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ცოცხალი კედელი ყოფდა ღონისძიებაზე დასწრების მსურველებსა და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს. მოგვიანებით, როდესაც ღონისძიების დასწრების მსურველებმა შეიტყვეს, რომ თბილისის მერიამ გადადო ღონისძიება, მათ ნელ-ნელა ეტაპობრივად დატოვეს ტერიტორია. მე გითხარით კიდეც, რომ ისინი დაახლოებით იკრიბებოდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებით ხალხმრავლობა იყო ამ ტერიტორიაზე და რასაც ჩვენი კამერა იღებდა, ვერც იმას ვიტყვით, რომ განსაკუთრებით ბევრი იყო აქ არასრულწლოვანი და განსაკუთრებით სიმრავლე იყო ბავშვების. ჩვენ, როდესაც ვესაუბრებოდით ღონისძიების დასწრების მსურველ მოქალაქეებს, მათი დიდი ნაწილი გვეუბნებოდა, რომ ისინი სწორედ არასრულწლოვანებთან და შვილებთან ერთად იყვნენ ამ ღონისძიებაზე მოსული, თუმცა ისინი უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ მათ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ. როდესაც თბილისის მერმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ღონისძიების გადადების შესახებ, ამის პარალელურად სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიების დასწრების მსურველი მოქალაქეები იყვნენ მოსული, გამოჩნდა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც იქ მყოფებს მოუწოდა, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, ვინაიდან ღონისძიება არ შედგებოდა. და მამუკა მდინარაძემ მალევე დატოვა ეს ტერიტორია. Euronews Georgia's კამერას აი ეს მოწოდება მმართველი პარტიის ლიდერის არ გადაუღია, თუმცა ჩვენ გადავიღეთ და ასევე ინტერვიუ ჩავწერეთ ქართული ოცნების კიდევ ერთ წარმომადგენელთან, ლადო ბოჟეძესთან, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველები იყვნენ. მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ მშვიდობა, არ მიეცათ მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა. ლადო ბოჟეძემ რამდენიმე დაახლოებით 2 საათი გაატარა ამ მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ რა თქმა უნდა ასევე ჩავწერეთ თავად ის ღონისძიების სტუმრების, რომლებსაც სურდათ, რომ
საახალწლო ღონისძიებას დაესწრებოდნენ, ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ბევრი მათგანს არ სურდა ინტერვიუ, როდესაც ჩვენ ვეკითხებოდით, ისინი რა ღონისძიებაზე იყვნენ მოსული, რა მიზნით იყვნენ მოსული, ვინაიდან იმ მხრიდანაც ისინი მიდიოდნენ საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, გარკვეული აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაკადიც მიდიოდა, ამიტომ ჩვენ ვცდილობდით, რომ მოქალაქეებთან გაგვერკვია რომელ ნაწილში მიდიოდნენ ისინი, ბევრი მათგანი, რომლებიც საახალწლო ღონისძიების დაასწრებას სურდათ, რომელთაც ღონისძიებაზე დაასწრებას სურდათ, ჩვენთან ინტერვიუზე ამბობდნენ უარს, თუმცა რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ისინი სწორედ მოვიდნენ საახალწლო ღონისძიებაზე, ისინი ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზეიმო განწყობა, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზეიმო საახალწლო განწყობა და ის მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საგარეო კურსთან დაკავშირებით არის მისაღები და არის სწორი, აი ასეთ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დაესწრონ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას. ჩვენ შეგვიძლია, რომ აი ეს მოსაზრებები მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში, შემდგომ კი კვლავ დაგიბრუნდებით. ნაძვის ხესთან მოვედით ბავშვებთან ერთად. რას ხედავთ ამაში ცუდს? მაგრამ ვერ მივედით იქამდე და რატო? თქვენ გეკითხებით, რატო ვერ მივედით ჩვენ აქამდე? მე ვერ გეტყვით ხოლმე. თქვენ თუ ვერ გეტყვით, მაშინ ვერც ვერ გეტყვით. გამოაცხადა თბილისის მერმა, რომ გადაიდო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. იცი შვილო, ვერაფერს ვერ გეტყვით. ხო, ვერაფერს ვერ გეტყვით. იქამდე ვერ მივედით და როგორ ვერ გავიგე ვერაფერი. ჯერჯერობით რჩებით ადგილზე. რა თქმა უნდა რჩებით, თუ კი განათდება და თუ კი ბავშვები გაიხარებენ, ჩვენ მეტი რა გვინდა? კალაძემ დაგვფატია ნაძვის ხის ანთებაზე. მაგრამ ვერ მივიყვანეთ ბავშვი. იმიტომ გადაუჭრიათ ბრაული. კარგია? არ არის კარგი. აი შვიდობა როა, ეს არის ბიძინას დამსახურება, ბიძინას. ბიძინას დამსახურება. თორე ომი იქნებოდა აქამდე. მე მივდივარ ნაძვის ხეზე, წელიწადში ერთჯერ ხდება ეგ ბედნიერება და всё რა. მოდი ვიზეიმოთ ნაძვის ხის ანთება, ხო? ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია საქართველოში, რომ ნაძვის ხე აინტება. ნაძვის ხესთან მიდიოთ. და გავრცელდა მერის განცხადება, რომ გადაიდო ნაძვის ხის და წავალ სახლში. სახლში წავალ. ქვემოთ ჩვეულებრივად. მოძრაობა გააჩერებთ მანქანას და ამოხვალთ ნებისმიერი მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და დაესწროს ნაძვის ხის ანთებას. ბავშვებთან ერთად მობრძანდით თუ მარტო? მე თვითონ გამოვედი და მე მინდა რომ დავესწრო ამ დღესასწაულს ასე ვთქვათ, ნაძვის ხის გახსნას და რა პრობლემაა? მერმა გავრცელა ცოტა ხნის წინ განცხადება, რომ გადაიდო ნაძვის ხის ანთება. მერმა? დიახ. არ ვიცი, მე მივდივარ ჩვეულებრივად ნაძვის ხისკენ. არ ვიცი. არ მომისწრა. სამწუხაროდ რადიკალურმა ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ეს დღესასწაულიც კი მათი ვიწრო პარტიული ბიზნესისთვის უნდა გამოეყენებინა, ამიტომ ჩვენ არავის არ მიცემთ იმის საშუალებას, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესები გაატაროს, დაპირისპირების საგანად აქციოს ნაძვის ხის ანთება, დაპირისპირების საგანი იყოს ახალი წელი, შობა ამ ქვეყანაში, ჩვენ ამის უფლებას არავის უბრალოდ არ და ვერ მივცეთ, არ ვაპირებთ რაიმე დაპირისპირების საგანი გახდეს, როგორც გითხარით, ნაძვის ხის გარეგეს ახსენ, ამაზე ისაუბრა უკვე დედაქალაქის მერმა, როცა ამის საშუალება იქნება და როცა ამის საჭიროება იქნება, უნებრივია დედაქალაქის თავარი ნაძვის ხე და ქვეყნის თავარი ნაძვის ხე აინთება, ისევე როგორც აინთებთ ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში, როგორც აიცნო მთელი მსოფლიოს დედაქალაქებში, მთელი მსოფლიოს ქალაქებში და სოფლებში, რა თქმა უნდა ჩვენ შევხვდებით მშვიდობიანად, ბედნიერად დამდეგ 2025 წელს. დიახ, როგორც ჩვენ კომენტარებშიც მოვისმინეთ, თავდაპირველად აქ შეკრებილ მოქალაქეებში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია თბილისის მერის გადაწყვეტილება ღონისძიების გადადების შესახებ. მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც საახალწლო ღონისძიებაზე იყვნენ მოსული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც რჩებოდნენ ადგილზე, შემდგომ კი უკვე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოუწოდეს მათ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია მოსწავლე ახალგაზრდობის
სასახლის მიმდებარე ტერიტორია და მათმა ცოცხალმა კედელმა ეს მოქალაქეები გამოაცილა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. აი ახლა ამ ადგილზე როგორც ჩემი კოლეგებიც გვიყვებოდნენ, დარჩნენ მხოლოდ აქციის მონაწილეები. ასევე ჩვენ ვუსმენდით მმართველი პარტიის წარმომადგენლის ლადო ბუჟაძის კომენტარს, მოგიყვებოდით, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწორედ ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებთან ერთად იყო რუსთაველის გამზირზე. მან განცხადება გააკეთა ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენ ევრონიუს ჯორჯიამ ლადო ბუჟაძეს როგორც უმრავლესობის წარმომადგენელს ვკითხეთ და ვთხოვეთ შეფასება ბოლო 17 დღის განმავლობაში პროტესტის დროს განვითარებულ მოვლენებზე, უფრო კონკრეტულად იმ ფაქტებზე, რა ფაქტებიც პირდაპირ ეთერში იხილეს მოქალაქეებმა, ვიხილეთ ყველა ჩვენგანმა, გულისხმობთ მედიის წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ჩვენ გვითხრა, რომ ჯერჯერობით უნდა დადგეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად გადაამეტეს სამართალდამცველებმა, საპოლიციო დანაყოფებმა უფლებამოსილებას, ჯერ უნდა დადგინდეს, გამოიყენეს თუ არა მათ ბოროტად უფლებამოსილება და თუ კი ეს დადგინდება, ამის შემდგომ უკვე შესაბამისი უწყებები მოახდენენ ამაზე რეაგირებას. ეს არის მმართველი პარტიის წარმომადგენლის შეფასება. მან დღეს არაერთხელ აღნიშნა, რომ საპოლიციო დანაყოფებიც მთელი აი ამ 17 დღიანი პროტესტის დროს იყვნენ მუდმივად ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა როდესაც ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენად იყენებდნენ პროპორციულ ძალას სამართალდამცველები, როდესაც ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მხრიდან კანონდარღვევას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მმართველი პარტიის წარმომადგენლისგან პასუხი აღარ მიგვიღია, ეს ძალა იყო თუ არა პროპორციული და მან ასევე გითხრა, რომ ეს უნდა დაადგინონ შესაბამისმა უწყებებმა. ასეთი არის ვითარება რუსთაველის გამზირზე. მოგიყვებით, რომ იქ აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება და თავისუფლების მოედანზე კვლავ რჩებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, აქ კვლავ რჩება წყლის ჭავლის ავტომობილები, სპეციალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, სადაც სპეცდანიშნულების რაზმების ნაწილი არის განლაგებული და ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტომობილებიც მრავლად არის თავისუფლების მოედანზე. ჩვენთვის რა თქმა უნდა არ არის ცნობილი, როდის მიიღებენ საპოლიციო დანაყოფები მითითებას, რომ დატოვონ თავისუფლების მოედანი ან დარჩებიან თუ არა ისინი მთელი ღამის განმავლობაში აქ, ჯერ ჩვენთვის ეს ცხადია არ არის ცნობილი.